გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს ხშირად გაისმის კითხვა რა არის ეს მოდერნიზმი, ანტიმოდერნიზმი, მისი საპირისპირო, რითი განვასხვაოთ და რა არის მისი გამოვლინებები. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, მოდერნიზმი ყოველთვის ცდილობს განახლებას, თვითონ მოდერნი ამას ნიშნავს, რაღაცა ცვლილება შეიტანოს ეკლესიაში. რაც შეეხება ანტიმოდერნიზმს, ეს მისი საპირისპირო მხარეა, ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლურ ტრადიციას ინარჩუნებენ და კაფეოდ თვლიან, რომ არავითარ შემთხვევაში არაფრის შეცვლა არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს რომ მას ამის უფლება არ გააჩნია. არავის არ გააჩნია უფლება შეცვალოს რაიმე მართლმადიდებლობაში. ჩვენ როდესაც ვაკვირდებით თანამედროვე მოდერნისტებს, ისინი სწავლობენ მართლმადიდებლობას, ზოგიერთი რაღაცას მართლა სწავლობს, იმისათვის რომ შეცვალონ. ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ამას ვხედავთ შემდეგ სწავლებებში, რომელიც ერეტიკული სულისკვეთებით გამოიხატება, მრავალი წიგნები იწერება, ზეპირის საუბრები, ეს ყველაფერი გადაეცემა და საბოლოოდ გამოდის არა ქრისტიანული, არა მართლმადიდებლური სწავლება. რატომ? იმიტომ რომ მოხდა ცვლილება და ადამიანებმა, მოდერნისტებმა კერძოდ ჩათვალეს, რომ მათ აქვთ უფლება შეცვალონ რაღაცა ეკლესიაში. ლოგიკა აქ მარტივია, მათი აზრით მარტივია, თუმცა საპირისპიროა ეკლესიის სწავლების, თვითონ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეს სწავლების, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს უფლება არანაირი ცვლილება შევიტანოთ იმის მიუხედავად ეს ძველი იყო თუ არა. ანუ ისინი ამბობენ მოდერნისტები, რომ უკვე ეს ადრე იყო პირველ საუკუნეებში, ან იყო იქ აფრიკაში, ან სადღაც ანტიოქიაში, მაკედონიაში. რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობისთვის, სად იყო და როდის იყო? მართლმადიდებლობისთვის და ყველა მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის სწავლება, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტე მოგცა და გადმოგცა შემდეგ მოციქულებმა, ეს არის უცვლელი და ის სწავლება, რომელიც დღემდე არის მოტანილი კრებების მეშვეობით, წმინდა გადმოცემის მეშვეობით, არის უცვლელი და ესე უნდა იყოს შენარჩუნებული. ამრიგად ანტიმოდერნიზმი რას აკეთებს? ანტიმოდერნიზმი სინამდვილეში არაფერს არ აკეთებს, არაფერს არ ცვლის, როგორც უკვე ვთქვით, ის აკვირდება, სწავლობს და ცდილობს ღვთის შეწევნით გააკეთოს შეფასება არა საკუთარი მოსაზრებებით, არა რაიმე ცვლილებებით და ფანტაზიის ნაყოფის გამოვლინებით, არამედ მართლმადიდებლური სწავლებასთან შედარებით. მას არ აქვს არანაირი ამბიცია ანტიმოდერნიზმს, იგივე მართლმადიდებლს, რომ ვინმე გამოასწოროს, ან რაიმე რაღაცა ცვლილებები, ან რაღაცა ორგანიზაციული ცვლილებები შეიტანოს ეკლესიაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც უფლება აქვს ამის და არც სურვილი და არც არის სწორი. ის უბრალოდ ამბობს იმას, რაც ვალდებულია თქვას ყველა მართლმადიდებელმა. ეს არის და ეს. ეხლა რა სახის, რატო გაჩნდეს ზოგადად ეს ტერმინი ანტიმოდერნიზმი? ანტიმოდერნიზმი იმიტომ გაჩნდა, რომ გაჩნდა ტერმინი მოდერნიზმი, მოდი ასე ვთქვათ. დაახლოებით 100 წლის წინ, ხო? რომელიც განვითარდა შემდეგ ეკლესიაში და ჩვენ დღეს ვხედავთ ისეთი ძაბრ განვითარებას ამ მოვლენების, რომელიც გამოიხატება პირველ ყოვლისა, როგორც უკვე ვთქვით, ერეტიკული სულისკვეთების შემოტანით, სიახლეებით, მათ შორის ეკლესიაში. ეს გამოიხატება იდეოლოგიებით, მათ შორის ლიბერალური მართლმადიდებლობით, სოციალური მართლმადიდებლობით, გნებავთ ნაციონალური მართლმადიდებლობით, ეთნოფელიტიზმად ცნობილი. ეს გამოვლინდება ასევე მასობრივი კულტურის გამოვლინებებით, გართობის შემოტანით ეკლესიაში, თეატრალური წარმოდგენებით, სცენებით, პოეზიით, სიმღერებით და ასე შემდეგ. და ბოლოს ეს გამოვლინდა ადამიანებში, რომლებმაც გაამარტივეს, გააუბრალოვეს, დაბიო გახედეს მართლმადიდებლობა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მართლმადიდებლობის სიმაღლეზე კი არ ახავთ ადამიანები, არამედ პირიქით დახავთ ქვემოთ. მაგრამ თითქოს და იყენებენ უბრალო ენას და ეს უფრო გასაგებია. სინამდვილეში ხდება ის, რომ თავისი მოუმზადებლობით, არასწორი დამოკიდებულებით ეკლესიის მიმართ, ისინი უბრალოდ ქვემოთ ეკაჩებიან ადამიანებს და არა ზემოთ, როგორც ეს არის სახარებისეული სწავლება. დღეს გსურს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ლიბერალურ მართლმადიდებლობას. რატომ ლიბერალურ მართლმადიდებლობას? იმიტომ რომ ამ ეპოქაში ეს მართლმადიდებლობა განსაკუთრებით მძაფრად გამოვლინდა და ის განსაკუთრებულად მძიმე შედეგის მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით
ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ხედავთ, კაფეოთ ხედავთ სასულიერო პირებს თუ ერისკაცებს, რომლებიც ამ იდეოლოგიით არიან შემჭვალული და მინდა გითხრათ, რომ მრავალი ადამიანი გადაიბირეს სულიერი მოძღვრებიდან, გადაიბირეს თავის მხარეს, მოახერხეს ეს, რადგანაც მათი სწავლება უფრო შეეფერებოდა იმ პოლიტიკურ, ლიბერალურ, ალპთავისებაზე დამყარებულ იდეოლოგიას, რომელიც ამ ქვეყნიურია და გამოხატავდა გარკვეულ ინტერესებს, უფრო პოლიტიკური ძალების ინტერესებს და შესაბამისად გახდა მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია გაარჩიო, რადგანაც მოდერნიზმი ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზაკრული მოვლენა და მოდერნისტებიც მზაკრულად იყენებენ ამ საშუალებებს. ჩვენ ვთქვით, რომ ისინი სწავლობენ მართლმადიდებლობას, დიახ, სწავლობენ, ამოფარებულნი არიან ხშირად მართლმადიდებლობას, თუმცა მართლმადიდებლური სულისკვეთება მათში ფაქტობრივად არ არის, ან ძალიან მცირე რაოდენობის არის. რითი ვიცნოთ მოდერნისტი ამ შემთხვევაში, ანუ იგივე ლიბერალ მართლმადიდებელი. კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდეთ, ჩვენ დავინახოთ, რომ მათ მიწიან მხარეს. მათი ძირითადი სამართალი არის დამყარებული ლიბერალურ სამართალზე, ლიბერალურ თავისუფლებაზე და ხშირად აკეთებენ აქცენტს სწორედ ასეთ ტერმინებზე, რომ ეს არის სამართალი და ეს სამართალი ლიბერალური გაიგივებულია ღვთაებრივ სამართალთან. და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის და ვიღაც წვერიანი ადამიანი სასულიერო პირი ამ შემთხვევაში გამოდის და ესეთი დახვეწილი ენით საუბრობს ამ თემაზე, ის ხდება სანდო და მიმზიდველი ამ ადამიანებისთვის და შესაბამისად ხდება საცდური პირდაპირი მნიშვნელობით. ერთ-ერთი ტერმინი, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, აი დააკვირდით ღვთლებს ეუბნებიან, აირჩიეთ ისინი, რომლებიც აზროვნებენ. შეხედეთ, არა ისინი, რომლებიც არიან სულიერნი, არა ისინი, ვინც მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ცხოვრობენ და ესე გვასწავლეს მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა მამებიც ესე გვასწავლიან მოწყუსაჩი. არა, ვინც აზროვნებს. რა აზროვნებაზე აქვს ლაპარაკი, თუ არა ლიბერალურ, რაციონალისტურ აზროვნებაზე, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სულიერებასთან. მაქსიმუმ შვინვერ დონეზეა ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ ინტერესების ფარგლებში პირველ ყოვლისა და არა სულიერ კავშირში. რას იწვევს ეს? ეს იწვევს კონსოლიდაციას იმ ძალების სინამდვილეში ამ ადამიანების ირგვლივ, რომელსაც ეს სიწმინდე და ეკლესია არ აინტერესებთ და იკრიბებიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის ძალის მიხედვით და ამ შემთხვევაში ეს სულიერი ფარი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ამ სასულიერო პირების სახით უბრალოდ არის ერთგვარი ფარდა, რომლის უკან სინამდვილეში არაფერი სულიერი არ იმყოფება. რადგანაც იდეოლოგია მხოლოდ ამ ქვეყნიურ ინტერესებზე არის დამყარებული, ის მხოლოდ ამ ქვეყნიურს ეძებს, შესაბამისად მასში სულიერი უბრალოდ ვერ იქნება. ამრიგად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ლიბერალურ მართლმადიდებლობაზე, სწორედ ეს უნდა დავინახოთ, რა დონეს არის ეს ადამიანები, რაზე საუბრობენ. ხშირად დავინახავთ იმასაც, რომ ან გამოვლენების კუთხით, რომ ეს ადამიანები აკრიტიკებენ მეორე მხარეს, საკუთარ თავს ნაკლებად აკრიტიკებენ და ნამათში ნაკლებია ასევე სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ. როდესაც ანტიმოდერნისტი ამბობს რაღაც საპირისპიროს აზრს, ჩვენ არ გულისხმობთ არავითარ მტრობას არავისთან. ჩვენ არავითარ უსიყვარულობის გამოვლენება არ ვფიქრობთ. თუ რამეს ვამბობთ ისევ სიყვარულით, იმიტომ ჩვენ არავინ არ გვინდა რომ დაიღუპოს. ეს არის მთავარი ამოსავალი. ჩვენ არავის არ ვებრძვით, უბრალოდ ამბობ და აფიქსირებ იმ აზრს, რომელიც ოდითგანვე იყო დამყარებული ეკლესიაში და მეტის არაფრის თქმას არ აპირებ. არც ამბიცია გაქვს, არც პრეტენზია გაქვს არაფრის. ჩვენ ლაიკებს არ ვეძებთ, მოწონებებს არ ვეძებთ და სოციალურ ქსელებში რაღაც პოპულარობას არ ვეძებთ. მართლმადიდებელი ამას არ აკეთებს, მას ეს არ ჭირდება. იმიტომ რომ ამას არ აკეთებს ადამიანების წინაშე, არამედ რასაც აკეთებს ღვთის წინაშე და ღვთის წინაშეც იქნება პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე და ცხოვრებაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.